რომ არ გინდოდეს ყიდვას მოგანდომებს. ამასობაში ერთ-ერთ აი ასეთ ესთეტიურ მაღაზიაშიც აღმოჩნდი. თავიდან ტკბილეულის მაღაზია მეგონა და შევცუნცულდი და კოსმეტიკური პროდუქციის მაღაზია ყოფილა. ტრადიციულ მეთოდებზე დაყრდნობით ხელის საცხებს ამზადებდნენ. როგორც მითხრეს, თითოეულ საცხს თავისი ისტორია და სურნელი აქვს ჩინეთის სხვადასხვა ქალაქებიდან, რომელიც სხვაგან არსად არ მეორდება. მართლაც საოცრად დამათრობელი სურნელი ჰქონდა თითოეულ მათგანს. რამდენიმე მე შევიძინე, ზოგი ჩავთვის, ზოგი საჩუქრად. გარეთ გამოსულს კი ოდრი შემოხვდა. აი ასე ფანჯრიდან მიმზერდა. მოდი ვნახოთ კიდევ ვინ შემხვდება. აბა ამას თუ იცნობთ, ჯეკი ჩანი, ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი საყვარელი მსახიობი. კიდევ რამდენს გიყვარდათ ხოლმე მისი ფილმები. ჯეკისთან სელფიც გადავიღე და გავაგრძელოთ გზა. აი ისიც მოვადექი ამ ქუჩის მთავარ ნაწილს, ისტორიული კარიბჭე. ქიანმენი თავდაპირველად პეკინის ქალაქის კედლების ნაწილი იყო და წინა კარიბჭეს წარმოადგენდა, რომელიც პეკინში შესასვლელად გამოიყენებოდა. ეს იყო ქალაქის ერთ-ერთი უმთავრესი პორტალი, რომელიც უცხოელებს და მოგზაურობს მასპინძლობდა. როგორც ხედავთ, ღამით განათებული კიდევ უფრო ლამაზია აქაურობა. ხალხი დიდი ინტერესით გვაკვირდება. მათთვის უცხოა ტურისტი. ბევრი მოდის და ფოტოებს იღებს ჩვენთან ერთად. ელე კარგად გაერთო. განსაკუთრებით კი აი ესენი მოეწონა. დროა დავტოვოთ აქაურობა. ქალაქში ბევრგან შევხვდებით მსგავს გამშვებ პუნქტებს ქუჩაში. გარკვეულ ტერიტორიას რომ ტოვებ, ასე გამოძმებენ. ნამდვილად საინტერესოა და ჩემთვის საკმაოდ უცხო. არც ერთ ქვეყანაში მსგავსი რამ არ შემხვედრია. და აი კიდევ რა არის საინტერესო, რაც აქამდე ასევე არც ერთ ქვეყანაში არ შემხვედრია. ქუჩაზე გადასასვლელები. შუქნიშანთან ერთად პოლიცია დგას და აი ასე კეტავს გზას წითელზე. ვეითი რომ უსაფრთხოდ გადაადგილდეს ზებრაზე. ცუდი არაა, ვფიქრობ, თქვენ რა სიტყოდით? ხვალ პეკინის კიდევ ერთი საინტერესო სანახაობა უნდა მოვინახულო. შემდეგი ვლოგიც სწორედ იქიდან იქნება. საზაფხულო სასახლე თავისი ჯადოსნური ბაღებითა და ტბებით. ასევე მსოფლიოში ყველაზე გრძელ დერეფანსაც ვეწვევი და თქვენს ყველაფერს დაგათვალიერებინებთ. თუ გაინტერესებთ, გამომიწერე და დაელოდე შემდეგ ვლოგს. აბა დროებით.